ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თქმით, მიზნების მიღწევის შემდეგ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაწყებული ამერიკული სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით ეპიკური მრისხანება დასრულებულია. მისივე განმარტებით ეს აღნიშნავს ომის დასრულებას, რადგან აღნიშნული საკითხი უმაღლესი მთავარსარდლის, ანუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია, თუმცა ვაშინგტონი ახლა სრულად არის კონცენტრირებული მისიაზე სახელწოდებით პროექტი თავისუფლება. მისი მიზანი კი ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის უზრუნველყოფაა. ჩვენ არ გვიხარია ახალი კონფლიქტების წარმოშობა, მშვიდობიან გზას ვამჯობინებთ. პრეზიდენტის შეთანხმებასა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ამჯობინებდა, ასევე მემორანდუმის შემუშავებას შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, რაც მოიცავდა ყველა აუცილებლად გადასაჭრელ საკვანძო საკითხს, მათ შორის ჰორმუზის სრუტის გახსნას, რათა მსოფლიო დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ჯერჯერობით ირანმა სხვა გზა აირჩია და შედეგად ამერიკამ რაღაცა უნდა მოვიმოქმედოთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც შეუძლია გააკეთოს შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი ტვირთების გადასაზიდად, ჰორმუზის სრუტის გასახსნელად და იმ ადამიანების გადასარჩენად, რომლებიც ამ მახეში აღმოჩნდნენ. ახლა სწორედ ამით ვართ დაკავებული. მარკო რუბიომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თეირანის ქმედებებს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ისლამური ქვეყნის განცხადებები არ ემთხვევა პრაქტიკულ ნაბიჯებს, რადგან ირანი წლებია ფარულად ცდილობს საკუთარი ბირთვული პროგრამის შექმნას, თუმცა არა სამოქალაქო და მშვიდობიანი მიზნებისთვის. სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ეს პროცესი თეირანს არ შეუწყვეტია არც დიპლომატიური მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროსაც. ირანმა უნდა გაიაზროს არსებული მდგომარეობა, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დათანხმდეს იმ პირობებს, რომლებიც იქნება სასარგებლო მათვისაც და საერთო ჯამში მთელი მსოფლიოსთვის. არ ვარ დარწმუნებული, მუდმივად იარსებებს თუ არა დიპლომატიური გზა, მაგრამ ვიდრე ის არსებობს, ჩვენ მას გამოვიყენებთ. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ არ სურთ ბირთვული იარაღი, თუმცა ისტორიულად ცდილობდნენ ყველაფრის გაკეთებას, რაც საჭიროა ბირთვული პროგრამის ქონისთვის. მაგალითისთვის, ისინი ცდილობენ შორი მოქმედების რაკეტების შემუშავებას, რომლებსაც ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლიათ ევროპის უმეტეს ნაწილამდე მიღწევა. ურანის გასამდიდრებლად ისინი აშენებენ დიდ მიწისქვეშა ცენტრიფუგებს. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ამდიდრებს ურანს, მაგრამ ირანი ამას მალულად თებსა და გამოქვაბულებში აკეთებს. მათ ყოველთვის ჰქონდათ ბირთვული პროგრამის საიდუმლო კომპონენტები და ზუსტად ვიცით, ისინი ინახავენ მაღალ გამდიდრებულ ურანს და რომ ამას არანაირი სამოქალაქო დანიშნულება არ აქვს. მათ აქვს შესაძლებლობა მოილაპარაკონ, რაც ნათლად გვიჩვენებს, რომ არ არიან ამ საქმით დაინტერესებული. ერთია განვაცხადო, რომ არ სჭირდებათ ბირთვული იარაღი, მეორეა კი გავაკეთო ის, რაც დაადასტურებს ამ სიტყვებს. ცნობისთვის, თუ კი ირანს სურს ბირთვული პროგრამა სამოქალაქო მიზნებისთვის, მაგალითად ელექტროსადგურებისთვის, მაშინ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, რომელიც ამით არის დაკავებული და ისინი კი არ ამდიდრებენ ურანს, არამედ უკვე გამდიდრებულს ყიდულობენ სხვებისგან. პარალელურად ვაშინგტონს გაეროში რეზოლუცია შეაქვს იმ არგუმენტით, რომ ირანს მძელად ყავს საყვანილი მსოფლიოს ეკონომიკა. დოკუმენტის პროექტს მხარს უჭერენ სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ომის დაწყებიდან ირანული იერიშების სამიზნეებად იქცნენ. მარკო რუბიოს თქმით, ეს რეზოლუცია იქნება ნამდვილი გამოცდა გაეროსთვის. წინა რეზოლუციას ვეტო დაადეს რუსეთმა და ჩინეთმა, თუმცა ახლა ვაშინგტონი თეირანისგან მოითხოვს გაამხილოს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების ადგილი და მხარი დაუჭეროს ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას. თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ ისლამური ქვეყნის მოკავშირე მოსკოვი ამ შემთხვევაში წინააღმდეგი იქნება, ხოლო დონალდ ტრამპის მაღალი რანგის მრჩევლები მოუწოდებენ პეკინს გამოიყენოს ირანთან არსებული კავშირები, რათა აიძულოს ის კვლავ გახსნას ჰორმუზის სრუტე. მოსალოდნელია, რომ ეს ზეწოლა გაიზრდება ჩინეთში, სინ ძინპინსა და დონალდ ტრამპს შორის უახლოეს დღეებში დაგეგმილი შეხვედრის დროსაც.